ვერ გახსნი ტელეფონს შიშით დილით გულის ხეთქვა გაქვს რომ სულ ახალგაზრდები და ახალგაზრდები ეს ალბათ დაუდევრობა რომ აქვთ ეს მართვის მოწმობები აღებული რა ვიცი ალბათ უცოდინდრობით და სულ ყველა დიდი მიზეზების გამო ალბათ. ასე ეხმაურებიან გორში რიგითი მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის თანახმად 2024 წელს გასულ 2023 წელთან შედარებით გაზრდილია სატრანსპორტო დანაშაულის რაოდენობა, მათ შორის 112 ფაქტით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები. საქართველოში ავარიებით 100,000 ადამიანზე 12 კაცი იღუპება. რა არის ავარიების გაზრდილი სტატისტიკის მიზეზი? ეს კითხვა გორის მოსახლეობას მათი ნაწილი განმარტავს, რომ ძირითადი მიზეზი გაუფრთხილებლობაა. ავარიების მიზეზი არის ახალგაზრდობა. პატარა ბავშვები არიან. არიციან მართვა ახალგაზრდა გოგოები. ეგენი ცოდოები არიან, კი. და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის პრევენციისთვის? უნდა მოგვარდეს პრობლემა. და რა არის მიზეზი? რა ვიცი, გაუფრთხილებლობა. გზები დავიწროვდა, ეგეც ერთი ფაქტორია. სადღაც გასასვლელი იყო, ახლა ყველგან ხარაჩადგეს და ალბათ ეგეც რა ვიცი 1000 რამ. რა არის ამის მიზეზი, რომ რა არის მიზეზი და ნერვიულობა. განერვიანებულია მოსახლეობა, ხალხები და განერვიანებულების ხდებიან. ვეღარ აზომავენ და რა უნდა გაკეთდეს ამ ყველაფრის პრევენციისთვის, რომ ნაკლები და უნდა გაკეთდეს და ეს პრობლემები და ის რომ მოიხსნას, ამიტომ საჭიროა შრომა. იმის ჯავრი, შვილის ჯავრი, შვილისა, ამისი ყველაფერი. ჩვენ ქართველობაში ესა გვაქვს. შვილო რომ ყველა გვიყვარს და ყველა გვაინტერესებს. და გაიზარდა თუ არა ავარიების შემთხვევები? რა ვიცი ახლა გაიზარდა. კარგს ვერ აყიდულობს, უბრალოს ვერ არემონტებს ადამიანი, შემოსავალი არ არის. მე ამას ფიქრობს. და აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად რა უნდა გაკეთდეს? წესრიგი ყველგან და ყველაფერში, რასაც ქართველებისთვის ეს ძალიან უცხოა და როდის იქნება ეს ყველაფერი ადამიანის გონებამდე დასული ძალიან ძნელია. წესრიგი ალბათ ყველგან და ყველაფერში. 2024 წლის მონაცემების მიხედვით სიჩქარის გადაჭარბებისთვის სულ 1,200,000 ჯარიმაა გამოწერილი, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს რიცხვი ნაკლებია. ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ისევ სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.